მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური კავშირი 2025 წელს დიდი სიახლით ხვდება. ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ინდონეზია ბრიქსის კავშირის წევრი გახდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი გავლენის სფერო აზიის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა. როგორც ოფიციალურ ჯაკარტაში ამბობენ, ინდონეზიის გაწევრიანების საკითხს მწვანე შუქი წევრმა სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ 2023 წელს აუნთეს, ხოლო თავად გაწევრიანება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ინდონეზიას სხვა განვითარებად სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას მისცემს. ინდონეზია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე უხმოსახლიანი ქვეყანაა, რიგით მე-16 უდიდესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ინდონეზიის მთლიანი შიდა პროდუქტი $1.3 ტრილიარდია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $4,900 ტოლია. ანუ ინდონეზიის მოსახლეობა არ სულ ისე მდიდარია. ამაზე ქვეყანაში 285 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ქვეყნის სამუშაო ბაზარი ასე თუ ისე სტაბილურია, რადგან უმუშევრობის დონე 5.3%-ის ტოლია, რაც განვითარებადი სახელმწიფოსთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ინდონეზიის ეკონომიკის დიდი ნაწილი სამ სექტორზე, სერვისებზე, ინდუსტრიულ წარმოებაზე და სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ქვანახშირს, მეტალებს, პალმის ზეთს, ნავთობს და ელექტრონიკას ხვდებით. თავად ბრიქსის კავშირი, რომლის დამფუძნებლები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, თავდაპირველად განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ფორუმი იყო, რომელმაც მალევე შეიძინა სტრუქტურა და გავლენიან გლობალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. დღეს ბრიქსში 10 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდონეზია და ზემოხსენებული 5 დამფუძნებელი ქვეყანა. კოლექტიურად ჯგუფი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, რამე თუ მასზე დედამიწის მოსახლეობის 45% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მე-13 მოდის. ამგვარი ეკონომიკური ძალაუფლება გაერთიანებას გლობალურ მმართველობაში უფრო აქტიური როლის დაკავებისკენ უბიძგებს. ამ ბიძგის კულმინაციის ერთ-ერთ მაგალითად ბრიქსის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნა შეგვიძლია ჩავთვალოთ. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტებას ესახავს მიზნად. ამ ბანკმა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსოფლიო ბანკის ADB-ის ან EBRD-ის მსგავსად ფუნქციონირებს, რამდენიმე $10 მილიარდი ესხები უკვე გასცა, რაც გულისხმობს როგორც თანხის მიმღები ქვეყნების განვითარებას, ასევე გარკვეულ პოლიტიკურ კონტროლს. ბრიქსის სხვა მსგავს ერთეულებთან, მაგალითად G7-თან და G20-თან შედარება ცხადყოფს, რომ ამ კავშირს აქვს როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრიქსის კავშირი მრავალფეროვანი განვითარებადი ეკონომიკებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები მოქმედებს. ეს მრავალფეროვნება მართალია შეიძლება სიძლიერის წყაროთ იქნას ახმული, მაგრამ არც განსხვავებული ინტერესები და აზრთა სხვადასხვაობის გამო უბრალოდ ვერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დავიწყოთ, რომლებიც შესაძლოა G7-ის ფორმატში საერთოდ არ არსებობდეს. ახლა კი ბრიქსის ეკონომიკურ ანალიზს დაუბრუნდეთ. ბრიქსის წევრებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $7 ტრილიონ 900 მილიარდი ტოლია. მეორე ადგილს $3 ტრილიონ 400 მილიარდი ინდოეთი იკავებს. მესამედან მეხუთე ადგილების ჩათვლით კი რუსეთს, ბრაზილიას და სამხრეთ აფრიკას ხვდებით, ანუ წამყვანი ხუთეული არის დამფუძნებელი ხუთეული. თუმცა ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად ქვეყნებს შორის დიდი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით $12,600 ტოლია, ინდოეთში ის რაღაც $2,500. ბრიქსის კავშირი პირველ რიგში ეკონომიკური გაერთიანებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური გაძლიერება არ არის ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ემსახურება. ეკონომიკასთან ერთად ეს კავშირი მეტად პოლიტიკურიცაა, ხოლო ვექტორი, რომელიც მას აქვს არჩეული, მკვეთრადაა გადახრილი ბრიქსის დამფუძნებელი სახელმწიფოების, კონკრეტულად რუსეთის და ჩინეთის მიმართულებით. ჯგუფის ერთიანი პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის მაგალითად დედოლარიზაციის მიმართულებით, ბრიქსის მზარ გავლენაზე და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ გლობალური წესრიგის გადაწყობის სურვილზე მიგვანიშნებს. ბრიქსის კავშირი მუდმივად განვითარებადი ორგანიზაციაა და იქ გაწევრიანება ბევრ სახელმწიფოს სურს, მათ შორისაა ჩვენი მეზობელი თურქეთი. თურქეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანება მალაიზიას, ტაილანდს და რაც მთავარია სურს აზერბაიჯანს, რომელიც საქართველოს მეზობელი და თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა. გამოდის, რომ თუ ბრიქსი მომავალში ამ მიმართულებით მართლაც გაფართოვდა, ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება მკვეთრად შეიცვლება.